გადაცემისთვის გზავნილი საზოგადოებას. ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, ჩვენი ტელევიზია გთავაზობთ გადაცემათა ციკლს გზავნილი საზოგადოებას, სადაც მოზარდები მათთვის აქტუალურ თემებზე საუბრობენ. ჩვენში ღვთის მადლით არის ძლიერი გენი, ისეთი გენი, რომელიც იყო წმინდა მეფე დავით აღმაშენებელში, წმინდა თამარ მეფეში. ჩვენში არის სისხლი და ხორცი ჩვენი წინაპრებისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორე. გადაცემის სპონსორია კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. ალექსანდრე ყაზბეგის 47. სკოლა ლიცეუმი კვირიკე, მომავლის საქართველოსთვის. დღევანდელ ცხოვრებაში ადამიანებს შორის არის უპატივცემულობა, რაც მე პირადად ძალიან მაღიზიანებს. თუ სიტყვაზე ადამიანი, ერთი ადამიანი იცნობს კარგად, აქვს ბევრი ფული, გონია თავი მაგარი, და ამიტომ ეკცევიან სულად სხვას. ვინცაც არ აქვს დიდად შესაძლებლობა, რომ სიტყვაზე კარგად ჩაიცვას, ამასაც გამოიყურებოს ყოველთვის, იაროს სხვადასხვა ბრენდები, ცნობილი ბრენდებით და კონდეს კარგი ტელეფონი ეჭიროს. ყველა ღმერთის შვილი ვართ და ყველას ერთი და იგივე უფლებები გვაქვს და მე მგონი ეს კარგი იქნება, რომ ესეთი ფაქტები აღარ ყოფილიყოს დღევანდელ ცხოვრებაში. საქართველოში ადამიანები ქუჩაში დადიან დაბღვერილი სახით და როდესაც მაგალითად ბავშვი გაივის და გაუღიმებს ის ფიქრობს რომ ის გიჟია. მაგალითად იყო ესეთი შემთხვევა, როდესაც უცხოელები იყვნენ ჩამოსულები და ათვალიერებდნენ ქალაქს. ესენი სულ დადიოდნენ გაღიმებული სახით და როდესაც შევიდა უცხოელი მარკეტში და უთხრა გამარჯობა ყიდულმა გაიკვირვა რომ ჩვენთან ესეთი რაღაცები არ ხდება და რატომ ხედავ ადამიანებს, რომლებსაც აქვს უამრავი პრობლემა, მაგრამ ის მათი პრობლემაა და სხვას არ უნდა დაავალდებულონ იმითი, რომ მას მოусმინონ და უყურონ დაბღვერილი სახეები და მათაც გაუხუჭონ ბუნება. ადამიანები არ არიან კეთილგანწყობილები ერთმანეთის მიმართ, თუნდაც ქუჩაში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში და სხვა და მე ვფიქრობ, რომ თითოეულმა ადამიანმა უნდა შეიგნოს და გაიგოს, რომ ანუ სხვა ქვეყნებში, მაგალითად უცხოეთში და ასეთ ადგილებში ესე არ ხდება არასდროს. ქუჩებში დადიან ძალიან მეგობრულები, ყველა ადამიანი ერთმანეთთან, არ ვამბობ, რომ ვინც ერთმანეთს იცნობს და მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოშიც უნდა იყოს მიღებული. ყავს ერთი ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც ეწეოდა სიგარეტს. აი, ყოველ დღე ძალიან ბევრს ეწეოდა ხოლმე. მაგრამ ის იყო ძალიან პატარა, ალბათ 12 წლის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხშირად გვეულო ხოლმე ერთად გავაკონტროლებდით თუ რამეს თუ მოწევდა და ვცდილობდი რომ ისიც ამეკრძალა. თუნდაც შეგადაში ის მაინც ეწეოდა და ერთ დღესაც დედაჩემმა მე და ის ჩემი მეგობარი დაგვიყვანა ეკლესიაში, ისე უბრალოდ არ იცოდა არაფერი. ხოლო შემდეგ დღეს როცა მოვედი, დავინახე რომ ის არ ჩადიოდა ბუფეტში და იმ ფულს აგროვებდა. ეს ვკითხე თუ რისს აგროვებდა, მან უთხრა რომ ნიკოტინის საწინააღმდეგო საღეჭედის ყიდულობდა. ჩემი აზრით, საკმაოდ ბევრმა მოზარდმა რომელიც სიგარეტს ეწევა, უნდა იქონიოს ასეთი ნებისყოფა და ყველაფრისგან მიუხედავად მაინც უნდა შეძლოს, რომ თავი დაანებოს ამ ძალიან ცუდ ჩვევას. ხშირად მშობლები ბავშვებს თხოვენ უფრო გაცილებით მეც, ვიდრე ბავშვებს შეუძლიათ გააკეთონ და აიძულებენ გააკეთონ ის, რაც მათ არ სიამოვნებთ ან ფიზიკურად არ შეუძლიათ. აქედან გამომდინარე ბავშვის ფსიქიკა მართლა ზიანდება, იღებს სტრესს და რაც საგნებიც მას მოსწონდა ან გარკვეულ ნიშნებზე, მაღალ ნიშნებზე სწავლობდა, ეკარგება ყველანაირი ინტერესი და სტიმული, რომ ისწავლოს მშობლის ზეგავლენის გამო. მე მომავალში მეცოდინება თუ როგორ უნდა მოვექცე ბავშვს, რადგან ყოველთვის ყველა ჩვენგანს მშობელი სთხოვს უფრო მეც, ვიდრე ბავშვს შეუძლია გააკეთოს, ან ხედავს უფრო მეც, ვიდრე ბავშვს შეუძლია გააკეთოს და ეს დაუშვებელია და ეს ყველაფერი უნდა აღმოიფხოს. გარდატეხის ასაკში, ანუ მოზარდის განწყობა, მოზარდის ხასიათი ძალიან იცვლება და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განწყობას შეუქმნის მას მისი გარესამყარო და ყველაფრის შემდეგ, რასაც ხედავენ, თუ როგორ იქცევა ადამიანი და როგორ ეპყრობა მათ, ისინი მაინც მას ძალიან ცუდად ეპყრობიან და მის ტკივილს ამძაფრებენ. თუმცა, რაც ყველაზე საკვირველია, ისინი ხვდებიან, რომ ეს არ უნდა გააკეთონ, მაგრამ იმის მიუხედავად მაინც აკეთებენ და იმ
მომენტში რაც ააკეთებენ, ამაზე არ ფიქრობენ, თუმცა შეიძლება გავიდეს დრო და ამაზე იფიქრონ, თუმცა არც ბოდიშს მოგიხდიან, არც შეეცდებიან რომ გამოასწორონ ეს ყველაფერი და მინდა მიმართო ყველა ესეთ ადამიანს, ვინც ასეთი განწყობით არის შემართული, რომ იქნებ დაფიქრდეთ სანამ რაღაცას გააკეთებთ. ავტობუსში ავსულ არის ძალიან ბევრი ხალხი და დაუშვათ პატარა ბავშვსაც კი არ უთმობენ ადგილს იმის გამო რომ თვითონ დაიკავონ ადგილი და არ შეწუხდნენ ფეხზე დგომით. ჩემი აზრით ეს ასე არ უნდა იყოს, უნდა შეიცოდონ პატარა ბავშვი ან მოხუცებული რომ ის არ დაღალოს ფეხზე დგომით ან რაიმე უსიამოვნება არ შეუქმნან. ეს ყველაფერი მეტყველებს ადამიანების მიმართ უპატივცემლობაზე. ავტობუსში ავსულ ვარ, დამждар ვარ და ადგილი როცა ყოფილა, ამოსული იყო ვიღაც მოხუცი ადამიანი და მე დამეთმო მისთვის ადგილი. ეს ძალიან კარგია, რა თქმა უნდა, მაგრამ არის გარკვეული ადამიანების რიცხვი, მოხუცი ადამიანების რიცხვი, რომლებიც ანუ თუ რაღაც შეგეშალა და ანუ ან გადაგავიწყდა რომ ადგე ან ძალიან დაღლილი ხარ და ვერ დგები, მიგითითებენ იმაზე, რომ შენ ხარ უზრდელი ვთქვათ, უნდა დაუთმო აუცილებლად მოხუცს ადგილი, ვერ გაგზარდეს მშობლებმა სახლში და ასე შემდეგ. თითოეული ადამიანის ცხოვრება ისევე როგორც წარსული ჩვენი არის, განსაცდელითაა სავსე. უფალი ადამიანს უგზავნის მრავალ გასაჭირს, მწუხარებას და უბედურებას იმისთვის, რომ მან საკუთარი თავი კარგად შეიცნოს. ეს ჩვენი პატრიარქის სიტყვებია. თამამად შეგვიძლია ვთქვა, რომ მართლა ძალიან დიდი სენია ცუდი წრეები, სამეგობრო წრეები ჩვენ ცხოვრებაში. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა აღმოიფრქვას. მრავალი არ შეგვაქვს ჯგუფები წრეები, ცუდი ბავშვების, ასე ვთქვათ, ჭყალებში ვიძახი, რომლებიც ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ, ვითომ მაგარი მეგობრები არიან, მაგრამ შეურაცხყოფენ ერთმანეთს, ეწევიან სიგარეტს და ერთად ცდილობენ გააკეთონ ისეთი ცუდი საქმე, როგორც დაუშვებელია. ამაში ისინი იყოლიებენ ძალიან მრავალ ბავშვს და ძალიან მრავალ ადამიანს და ჩემი აზრით ეს პრობლემა უნდა აღმოიფრქვას. თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა მოზარდმა უნდა ჩაიხედოს საკუთარ თავში და უნდა დააფიქრდეს, რომ რატო უნდა გავაკეთო ეს, რატო უნდა დავანგრე ჩემი ცხოვრება, ეს ხომ საშინელება იქნება, რომ მეც იმ წრეში მოხვდე, როგორშიც ეს ბავშვები არიან. მასწავლებელი არ უნდა გამოყოფდეს ბავშვს, რომ თქვა ეს არის 1000-იანი, ეს არის 200-იანი და რომელიც არის 1000-იანი, ესე იგი კარგი ბავშვია, 200-იანი, ესე იგი ცუდი ბავშვია. და არ უნდა აკლებდეს მასწავლებელი ნიშანს ბავშვს და არ უნდა შეურაცხყოფდეს მას, რადგან ბავშვი კომპლექსდება და შემდეგ აღარ აქვს არც იმ საგნის სწავლის სურვილი და საერთოდ აღარ აქვს სკოლაში სიარულის სურვილი და ისევ ჩდება პრობლემა. ისევ მიდის ბავშვი, თქვა 10 დღეს გაკვეთილებს შატალოს და ისევ უმეგობრდება იმ ცუდ წრეს, რომელთანაც შეიძლება ის ადრე მეგობრობდა ან საერთოდ არც კი მეგობრობდა. საზოგადოებაში შეატყობილა ესეთი მომენტი, როდესაც ვინმე დაკარგულა მაგალითად, რაიმე პრობლემა შექმნია და უთხოვია სხვისთვის დახმარება, მაგრამ ძალიან იშვიათია, რომ ვინმეს მასთვის ხელი გაუწომია და იშვიათია ესეთი, რომელიც იგნორირებას უკეთებს და ჩემი აზრით ეს პრობლემაც უნდა იყოს გადაწყვეტილი, უნდა იყოს მეგობრულები ერთმანეთისადმი, როგორც მაგალითად უცხოეთშია. შეიძლება ვიღაც დაიკარგოს და ის დაეხმაროს, რუკაზე ანახოს, მიუთითოს სანამ წავიდეს და ჩვენ საზოგადოებაში კი ეს ძალიან იშვიათია და მინდა ეს პრობლემა აღმოიფრქვას. დირექტორი აუცილებლად უნდა ინტერესდებოდეს რა ხდება კლასებში და რა შვებიან ბავშვები. მე მაგალითად ძალიან გამაღიზიანა იმ ფაქტმა, რომ მესამე სართულზე გაიხსნა გოგოების ტუალეტი და ბიჭები, რომლებიც მეოთხე სართულზე სწავლობენ, იძულებულები ხდებიან, რომ დასვენების 5 წუთიან დრო გამოიყენოს იმისთვის, რომ პირველ სართულზე ჩავიდეს და ამოვიდეს. მასწავლებელმა არ უნდა გამოყონ ბავშვები, რადგან ბავშვი ეს ძალიან აღიზიანებს. არ უნდა დაყონ ისინი ნიშნების მიხედვით და ყოფა-ქცევა ამით არ უნდა განსაზღვრონ. ბევრჯერ მინახავს ისეთი ფაქტი, როდესაც მასწავლებლის ბავშვისთვის უთქვია კარგად, რომ არის გაკვეთილი და შემდეგ ისწავლება და უმეტეს შემთხვევაში ბავშვები უგებენ მასწავლებელს. მე რომ მასწავლებელი ვიყო, ბევრი მასწავლებელი მინახავს ისეთი, რომელიც ბავშვს ორიანებს უწევს ისე როგორც არაფერი და ბავშვს ეს ყველაფერი ცუდად მოქმედებს და იწყებს მე თავსანებებს სწავლას კუჩაში, სიარულს და ყველაფერი ცუდს. ხშირად ბავშვებმა გაკვეთილები არ იციან და ამიტომ ისინი მასწავლებლებისგან იღებენ ცუდ ნიშანს. თუმცა მათ ხანახან გააჩნიათ ხოლმე ძალიან სერიოზული მიზეზები, რომლის მოსმენა მასწავლებელს უბრალოდ არ უნდა. ისინი რაც ატყობინებენ ლაპარაკს და პირდაპირ ცუდ ნიშანს უწერენ. მაგრამ ჩემი აზრით, უნდა მასწავლებელს და ბავშვს ერთმანეთის მიმართ უნდა კონდეთ ნდობა
და შეიძლება ბავშვს აქვს ძალიან რთული პრობლემები და შეიძლება უბრალოდ დრო არ დარჩა ან დაღლილი იყო და ამის გამო პირდაპირ ორიანი არ უნდა დაუწერო ან პირდაპირ არ შეურაცხყოფას აყენებენ ხოლმე და არც არ შეურაცხყოფას უნდა აყენებდე და ასე უნდა ქონდეს ბავშვის ნდობა ყველაფრიდან მიუხედავად. არსებობს უთანასწორობა წინა თაობასა და დღევანდელ თაობას შორის. უფროსები დღევანდელ ბავშვებს ეუბნებიან, რომ ისინი არიან არასწორები იმ დამოკიდებულების მიმართ, რაც უნდა გქონდეს. მაგალითად, ისინი ამბობენ, რომ როდესაც ისინი ჩვენი ტოლები იყვნენ, ცხოვრება სხვანაირი იყო, მათ განსხვავებული ფიქრები ჰქონდათ. ამბობენ, რომ ჩვენ უფრო თამამები და უხეშად რომ ვთქვათ, უფრო გარყვნილები ვართ იმათთან შედარებით, ვიდრე ისინი იყვნენ. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ დროსთან ერთად შეიცვალა როგორც ცხოვრების რიტმი, ასევე დამოკიდებულება გარკვეული საგნების მიმართ. მე რომ უფროსების ადგილზე ვიყო, ავუხსნიდი ბავშვებს კონკრეტულად იმ საკითხებზე დავესაუბრებოდი, რომლებიც არ მომწონს და რა თქმა უნდა, არსებობს დღევანდელ ცხოვრებაში ისეთი საკითხები, რომლებსაც მე არ ვეთანხმები და დღევანდელობა არ მომწონს, მაგრამ უფროსები ამის გამო იჩენენ ბავშვებისადმი აგრესიას და ისინი არ ცდილობენ, რომ აუხსნან და განუმარტონ თუ რაში ვცდებით ჩვენ. ისინი გადმოდიან აგრესიაზე, ჩხუბზე, ამბობენ, რომ არ ვართ მართლები, მაგრამ მათ ადგილას მე ავუხსნიდი და ჩამოვუყალიბებდი თუ რატომ უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება გარკვეული საგნების მიმართ. დღევანდელი ბავშვები ყოველთვის რაც არ უნდა ხდებოდეს, ყოველთვის ვადანაშაულებთ მასწავლებლებს. მე ბევრჯერ წარმომიდგენია ჩემი თავი მასწავლებლების მაგივრად და მე მათ ადგილას ბავშვს ავუხსნიდი მის შეცდომას და რატო ვუწერ მას ცუდ ნიშანს ან კარგ ნიშანს. არასოდეს არ შევეცდებოდი გამომერჩია ბავშვები ერთმანეთისგან, რადგან ეს მათ ფსიქიკას ნამდვილად ვნებს და ნამდვილად ცუდ წარმოდგენას ტოვებს ბავშვებზე და ამ ფაქტის შემდეგ ბავშვებს ეკარგებათ იმის სურვილი, რომ უსმინონ მასწავლებელს და ამის შემდეგ ხდება არეულობა კლასში. მარტო ბავშვი ან მარტო მასწავლებელი არ არის ამაში დამნაშავე. ყოველთვის ორივეს მიუძღვის ამაში ბრალი. გადაცემის სპონსორია კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. ალექსანდრე ყაზბეგის 47. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის. მშობლები ბავშვებს ბევრ რამეს უკრძალავენ. ჩემი აზრით, როდესაც მშობელი ბავშვს რაღაცას უკრძალავს, ბავშვს უფრო მეტი ინტერესი უჩნდება მის მიმართ და უფრო მეტი მოთხოვნილება აქვს იმის მიმართ, რასაც უკრძალავენ. მე ვფიქრობ, რომ მშობლებმა ზოგიერთი რამ არ უნდა აუკრძალოს ბავშვს, იმიტომ რომ შემდეგ იგი ყურადღებას იჩენს ამის მიმართ და თუ მე რომ მშობელი ვიყო, ჩემ შვილს უფრო მეტ თავისუფლებას მივცემდი, რაც დღეს არის შეუმჩნეველი და უფრო მეტად გავხსნიდი მას. ეს იწვევს სხვადასხვა პრობლემებს მოზარდებს შორის, მაგალითად სიგარეტის მოწევა, იგივე ცივი იარაღით მოძრაობა. როდესაც მშობლები ამას უკრძალავენ ბავშვს, ის უფრო მეტ მოთხოვნილებას აძლევს თავის მიმართ, რომ გამოცადოს ეს და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ბავშვი ამას გამოცდით, შემდეგ ის და მიხვდება, რომ ეს არასწორია, შემდეგ ის აღარ გააკეთებს და გაიმეორებს ამას. როდესაც მასწავლებელი კლასში შემოდის დაღურემილი სახით, შემოაქვს აჟიოტაჟი კლასში, მას გონია, რომ ჩვენ ვიწვევთ ხმაურს და ის მასწავლებლები ჩვენ გვაძლევენ შენიშვნებს ყველა ქმედებაზე. ამ მასწავლებლისადმი იმ ბავშვს, ვისაც შენიშვნას აძლევენ, უჩნდება ნეგატიური დამოკიდებულება. ანუ აღარ უნდა ამ საგნის სწავლა, რასაც ეს მასწავლებელი ასწავლის. ხშირად ლანძღავენ მასწავლებლები ბავშვებს, რომ ის რა ოჯახიდან არის გამოსული, ის ოჯახმა ვერ გაზარდა და ასე შემდეგ. ჩემს აზრით, ასეთ მასწავლებლები სკოლას ამძიმებენ და ასეთ მასწავლებლები სკოლაში არ უნდა ასწავლდნენ. მე გავხდები მშობელი აუცილებლად პირველ რიგში რა თქმა უნდა მივხედავ ჩემ პრობლემებსაც რაც მექნება, მაგრამ აუცილებლად მივხედავ ჩემ შვილსაც, არანაირად ყურადღებას არ მოვაკრევ, ყოველთვის ვიქნები მის გვერდით და რაც არ უნდა მოხდეს, მე მასთან ერთად ვიქნები, გავუგებ მას და არ დაუწყებ პირდაპირ არ გადავალ ჩხუბზე, რომ ესე რატომ გააკეთე, ესე რატომ მოიქეცი და
დაველაპარაკები მშვიდად, წყნარად, გავაგებინებ თუ რატომ ჩაიდინა, ვეტყვი თუ რატომ იყო ეს აქცელი ცუდი ან როგორ უნდა მოიქცეს სხვა დროს. ზოგიერთი მანდატური არ უხსნის ბავშვს თუ რატომ არ უნდა ჩაიდინოს ეს და რატომ არ უნდა გააკეთოს ესეთი დანაშაული. ის თქვათ პირდაპირ ოქროს აწერინებს ან რაიმე სხვა სასჯელს მიუსჯის ხოლმე. როდესაც ბავშვი გაკვეთილზე თუნდაც ხმაურობს, მასწავლებელი არ უხსნის მას თუ რატომ არის მისი ეს აქციელი ცუდი და თქვათ პირდაპირ ცუდ ნიშანს უწერს ან აგდებს გარეთ. მასწავლებელი რო იყო, მე ბავშვს არ გავაგდებდი გარეთ და აუხსნინი თავის დანაშაულს და ჩემი აზრით ბავშვი უფრო უკეთესად მიხვდებოდა თავის დანაშაულს, როდესაც მას აუხსნი. მე ვიყავი ერთ-ერთი ისეთ ბავშვი, რომელიც ძალიან ხშირად ჩხუბობდი და მანდატურს არ ხვდებოდი, სულ მიხსნე რატო ჩხუბობდი და არ უნდა გამეკეთებინა ეგრე. ბოლო შემთხვევის მერე მივხვდი, რომ აღარ უნდა მეჩხუბო. ხშირად ამბობენ, რომ ახალი თაობა განსხვავდება ძალიან განსხვავდება ძველი თაობისგან. ასე ამბობს ძირითადად ხნიერი და ძველი თაობა. ჩემი აზრით, ეს განაპირობა როგორც სოციალურ აქციელებმა, ასევე ტელევიზიამ. მაგალითად, სერიალები და ასევე კინოები, სადაც გადის უზნეო რაღაცები, ანუ ახლადელმა თაობა პატარა ბავშვებმა უკვე იციან ის, რაც უნდა იცოდნენ მომავალში, ასე რომ ამიტომ ტელევიზიამ უნდა შეიკავოს თავი და შეეცადოს, რომ ასეთი რაღაცები აღარ გავუშვას ეთერში. ბავშვები დღეს ეკლესიაში ძალიან იშვიათად დადიან და მათ ურჩევნიათ იძნენ სახლში, ან ეზოში, ან მოკლედ გაერთონ სხვადასხვა საშუალებებით, თუმცა ამათ არც იციან თუ რამდენს კარგავენ იმით, რომ არ დადიან ყოველკვირეულად ეკლესიაში. მე რომ ვიყო მშობელი, აუცილებლად მივუთითებდი ჩემს შვილს, რომ ის დადიოდეს ეკლესიაში და ეს არის ყველა მშობლის მოვალეობა, რომ მიუთითოს თავის შვილს და არ გადაატანინოს სხვა რამეზე ყურადღება, რადგან ეკლესია ეს არის თემა, ეს არის ადგილი, სადაც ბავშვი და სადაც ადამიანი იტვირთება სულიერი ემოციებით და იღებს სწორ განათლებას, ასევე სწორ გზას, მიმართულებას და თუნდაც იმით, რომ მან მოусმინოს უბრალოდ ქადაგებას, ის ღებულობს ძალიან დიდ დატვირთვას და შემდეგ ის მსჯელობს და თავისთვის აწყობს აზრებს და ის უკვე შემდეგ ჩემი აზრით სწორი მიმართულებით წავა, როდესაც მოусმენს მღვდელს. არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც არ ღვევენ კანონებს, ციხეებში ეპყრობიან განსაკუთრებული სისასტიკით. მე საერთოდ არ მივიჩნევ იმას საჭიროდ, რომ არასრულწლოვანი ბავშვები, როგორებიც არიან 13-დან 16 წლამდე, ბავშვები ხვდებიან ციხეებში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მათ გატეხეს მაღაზია ან ქუჩაში დადიოდნენ ცივი იარაღით. მე ვფიქრობ, რომ ასეთ დროს ასეთ ბავშვებს სჭირდებათ მღვდელის ან ფსიქოლოგის დალაპარაკება და არა ციხეში მოხვედრა, სადაც ასეთი დანაშაულის მქონე ბავშვები ერთად იყრიან თავს და გაბოროტებულები არიან საზოგადოებაზე. ჩემი აზრით ეს პრობლემაც უნდა მოგვარდეს. ძალიან ბევრ ოჯახში, რომელიმე მნიშვნელობა არ აქვს დედა იქნება, მამა იქნება თუ ვინ იქნება, ეწევა სიგარეტს. ბავშვები, როდესაც უყურებენ თავიანთ მშობელს, რომ როგორ ეწევიან სიგარეტს, მათაც უნდებათ სურვილი, რომ გასინჯონ, გააინტერესებთ რა არის, რატომ ეწევიან, რა სიამოვნებას ღებულობენ ამის მოწევი. ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა, რომ მშობლებმაც არ დაანახოს თავიანთ შვილებს, რომ ეწევიან სიგარეტს, რომ მე თვითონ ბავშვებიც მიეძალებიან მშობლების მაგალითს. როდესაც ბავშვები ერთმანეთში კამათობენ, ასევე არის საკითხი, რომ როგორი სოციალური ფენიდან არის ის, აქვს თუ არა მას კარგი საცხოვრებელი ადგილი, თუ არა მას კარგად. როდესაც სახელმწიფო და ძირითადად ადამიანები, უფროსები იძახიან, რომ ბავშვი ასე არ უნდა იქცეოდეს და ჩვენც ვიძახით, რომ ბავშვები ასე არ უნდა იქცეოდნენ, ერთმანეთს არ უნდა ამცირებდნენ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფომაც უნდა შეიტანოს იმაში, თუნდაც წვლილი, რომ ცოტაოდენი წვლილი იმაში, რომ ადამიანებმა ბავშვებმა ერთმანეთი არ დაამციროს იმის გამო, ვთქვათ, მაგალითზე ვიძახი, რომ ვთქვათ, სასწავლობს ის, რომელ სკოლაში. სკოლებზე არის ძალიან დიდი პრობლემა. სახელმწიფო რომელიღაცა სკოლას აფინანსებს მეტად, რომელიღაცას ნაკლებად. და არის ესეთი პრობლემა, რომ ბავშვები იძახიან, რომ მე კარგ სკოლაში ვსწავლობ, ესე იგი მე უფრო კარგი ბავშვი ვარ, მე უფრო მაგარი ადამიანი ვარ, ვიდრე შენ. სახელმწიფომ ჩემი აზრით, მე რომ
განათლების სამინისტროში მუშაობდი, ასე ვთქვათ და იქ რომ მოღვაწეობდი, ჩემი აზრით შევიტანდი ასეთ საკითხს და ასეთ კანონს, რომ ერთნაირად დაფინანსდეს ყოველი სკოლა და უნდა იყოს ადამიანის უფლებები დაცული, რადგან ყველა ადამიანი თანასწორია და განურჩეველია რასისა, კანისფერისა, სოციალური მდგომარეობის და მრავალი სხვა. ხშირად ყოფილა ისეთი მომენტები, როდესაც მასწავლებელი ხან საერთოდ ახსნის გაკვეთილს, ან ხსნის უაზროდ. მასწავლებელმა უნდა გაახალისოს სულადი გაკვეთილი, უნდა დავამატოთ რამდენიმე შეჯიბრებები, უნდა შეჯიბრებები, რომელშიც ნიშანს მიიღებთ და ჩემი აზრით ბავშვები ჩაერთვებიან ამ შემთხვევაში. როდესაც ბავშვები წერენ საკონტროლოს ან დამოუკიდებელს და აინტერესებთ თავისი შეცდომები, მიდიან მასწავლებელთან და ეუბნებიან, რომ მაჩვენეთ ტესტი, რომელშიც მე დავწერე დამოუკიდებელი ან საკონტროლო. მასწავლებელი კი ეუბნება, რამე არასწორად შეგიფასე თუ რა გინდაო. დაიწყო მასწავლებლების გამოცდები რამოდენიმე წლის წინ და მდგომარეობს ის შემდეგში, რომ თუ თქვათ მასწავლებელი ვერ ჩააბარებს გამოცდებს, ის კვალიფიკაციას ვერ აიმაღლებს და ვერ იმუშავებს სკოლაში. ჩემი აზრით ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ მასწავლებელი არ უნდა განსაზღვრონ თუ როგორი თქვათ თუ როგორი განათლება აქვს სხვა საქმებთან დაკავშირებით. მასწავლებელმა უნდა იცოდეს თავისი საქმე და ჩემი აზრით მთავარია ის, რომ ის კარგად ატარებდეს გაკვეთილს და არა ის, რომ თქვათ იცოდეს ძალიან კარგად კომპიუტერი ან ინგლისური. ეს არის ძალიან ცუდი, რადგან მთავარია თუ როგორ ჩაატარებს ის გაკვეთილს. მე მაგალითად ვიცი ისეთი მასწავლებლები, რომლებიც არ არიან, თქვათ, არ აქვთ გავლილი საატესტატო გამოცდები, მაგრამ ძალიან კარგად ატარებენ გაკვეთილს და მე მაგალითად მათ გაკვეთილზე ჯნობამ სიამოვნებს. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, რომ ადამიანის სიცოცხლე ხელყოს ან შეზღუდოს, მაგრამ არსებობს ქუჩაში გავიაროთ და შევხედოთ მრავალ ადამიანს, რომლებიც მათ ცხოვრობენ. ისინი იმისთვის კი არ აკეთებენ ამას, რომ მათ ბევრი ფული აქვს, მათ საერთოდ არ აქვთ ფული და უნდათ, რომ თქვათ, მისი საქციელებით იშოვონ ის და თქვათ მოიპოვონ საშუალება, რომ იცხოვრონ წესიერად. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მისცეს თითოეულ ასეთ ადამიანს საცხოვრებელი ადგილი და უნდა დააფინანსოს იგი, იმიტომ რომ მას საერთოდ არ აქვს ცხოვრების საშუალება, ცხოვრების უფლება. ადამიანები, რომლებიც არიან ფუფუნებაში და ასე ვთქვათ, ცხოვრობენ კარგად, უკვე აღარ ფიქრობენ იმაზე, თუ სხვა რა პრობლემა აწუხებს და სხვა როგორ ცხოვრობს. ფიქრობენ მხოლოდ თავიანთ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ სიამოვნებაზე. როდესაც მასწავლებლები ბავშვებს ანუ ორიანებს უწერენ, ისინი ჯერ უნდა დაფიქრდნენ რა მიზეზით უწერენ მათ ორიანებს და შემდეგ უნდა დაუწერონ მათ. როდესაც მშობელს ბავშვი დაყავს სხვადასხვა წრეებზე და ბავშვი ვერ ასწრებს, რომ ყველა გაკვეთილები და ეს წრე შეუთავსოს ერთმანეთს, იგი ვერ ასწრებს გაკვეთილების მომზადებას და როდესაც მიზეზს ეუბნება მასწავლებელს ეს არ აინტერესებს და პირველ რიგში ეს ეხლა შეიცვალა, თორე ადრე ეკითხებოდნენ და მე ვფიქრობ, რომ ისე უნდა იყოს და ბავშვებს უნდა კითხონ იმის მიზეზები, თუ რატომ ვერ მოამზადეს დავალებები. სკოლაში ძალიან ხშირად იხსნება ფასიანი წრეები, რათა ბავშვებმა მიიღონ დამატებითი განათლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ განათლების მიღებაში ადამიანი ფულს არ უნდა იხდიდეს და მე რომ დირექტორი ვიყო, აუცილებლად გავხსნიდი უფასო წრეებს, რათა ბავშვები უფრო მეტად დაიტვირთონ, უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ ამა თუ იმ საქმეში და მიიღონ უფრო მეტი განათლება. ბავშვები ერთმანეთს ჩაგრავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ახლანდელი თაობა, როგორც უფროსები იძახიან, საკმაოდ გარყვნილი და საკმაოდ, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდი არის, იმიტომ რომ უფრო ცუდად იქცევიან. აი, მაგალითად, მე რო ბავშვი ვიყავი, ამბობენ ხანდაზმულები, ზოგიერთი ადამიანი, ყველა შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ამბობენ, რომ მე რო ბავშვი ვიყავი, მე ესე არ ვიქცეოდი, მე სულ სხვანაირად ვიქცეოდი, მაგრამ მე ვპასუხობ ამას ასეთი შემდეგნაირად, ანუ მე ეხლა არის სხვა თაობა, ეხლა არის სხვა ცხოვრება, ცხოვრების სხვა რითმი. იმას არ ვამბობ, რომ ადამიანი უნდა გაირყვნოს და საქსიერი უნდა ჩაიძინოს, სიგარეტი უნდა მოწიოს და წრეში უნდა გაეროს. უბრალოდ ბავშვი უნდა იყოს უფრო მეტად თავისუფალი და ხანდაზმულმა არ უნდა უთხრას, რომ თქვა, ეს არ გააკეთო, შენ ის არ გააკეთო, შენ ამის უფლება არ გაქვს, შენ არ გაქვს იმის უფლება, მე შენზე უფრო ჭკვიანი ვარ. ხანდაზმულები ახლანდელ თაობაში ხედავენ უფრო მეტ ნაკლს, ვიდრე დადებითებს. ამბობენ, რომ შენ ეს როგორ ჩაიცვი, ეს როგორ გაცვია, მე შენ ხელა რო ვიყავი, ასე არ მეცვე, მაგრამ ეხა უკვე თაობა შეიცვალა, ცხოვრების რითმი შეიცვალა და ყველაფერი შეიცვალა 21 საუკუნეში. გადაცემის სპონსორია კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლა ლიცეუმი კვირიკე
მომავლის საქართველოსთვის. ალექსანდრე ყაზბეგის 47. საქართველო კლავაც აუცილებლად გადარჩება და გაბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთისნების აღმსრულებელი და მისი მცნებების დამცველი იქნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.